მოგესალმები დადგა 4 შაბათი საღამოს რის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი ვინც განსასწრელს აშინახათ განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო და დიდი პატივისცემი და რა ვიცი ჩემი დიდი თანადგომა და დიდი ტკივილი მეუფე სერაფიმეს უძლურებასაშინა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გამოვა და გამოკეთდება აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩვენ ეკლესიას ჭირდება მისი მთელი უბრალოებით, მისი ადამიანობით, აი მართლა სამაგალითო მეუფე ჩვენი და გეხვეწები თანადგომა გამოხატოთ ყველა ვისაც როგორ შეგვიძლია ჩვენი ლოცვით გთხოვთ რომ მოიხსენიოთ აუცილებლად, იმიტომ რომ თულ პირობაში არის ხა უმძიმეს მდგომარეობაში არის, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გამოვა და მე არ ვიტირებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანი იქნება კარგად და მადლობა რომ ასე რაც გაუკეთებია. სხვათა შორის დღეს დამთხევა ისი არ ხდება. მამა გაბრიელის შესახებ მინდოდა მესაუბრა. მამა ბენიამინს აუცილებლად დღეს დაბადების დღეა და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ და ამ სამივე ადამიანთან მამაოს აქვს რაღაც შეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, ხო, ჯერ არ გაგიმხელთ, რომელი სტუმარი მყავს. ხო და ყავ წარმოგიდგენთ, მეუფე სერაფიმეც აფხაზეთიდან არის, მამაოს აფხაზეთიდან არის, მამა ბენიამინი და მამა გაბრიელი კიდე, მამა გაბრიელს პირადად იცნობდა, მამა დავით კონჯარია ყავს სტუმრად, რომელიც აი მართლა სულ ყოველთვის გვახარებს ხოლმე იცით რატო, რომ მამა დავითი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც აი ამ სამ ადამიანს რაც გააჩნია, მას აქვს იგივე არ იღლება ადამიანი რა, აი ყავს სასულიერო პირები, რომლებიც ზოგი ასაკის გამო, ზოგი რაღაცის გამო იღლებიან რაღაცა, მაგრამ მამაოს აქვს აი ეს ეგეთი უწყვეტი, რა ვიცი, შეუჩერებელი ადამიანი მე არ მინახია, რომ ღამის 3 საათზე შეიძლება დაურეკო და სადღაც სამავთყოფოში ვიღაც აზიარებდეს და მადლობა ღმერთს, რომ ესეთი სასულიერო პირები არიან, ესეთი მოღვაწეები და ბედნიერება და სიხარული მინდა უსურო მამაოს და მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება შესავალი ესეთი იყო, რომ ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ მამაო, იმიტომ რომ მართლა ეგ ძალიან ადგები ბევრ ადამიანს და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამისათვის რა. დიდი მადლობა დალოცვისთვის, ყველას გილოცავთ აი ამ დიდებულ დღესასწაულს, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და როგორც თქვენ ბრძანეთ ისე დღეს არის ჩვენი საყვარელი მოძღვრის მამა ბენიამინის დაბადების დღე, რომელიც არის ყველასათვის სამაგალითო მოძღვარი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად იყო მამა გაბრიელთან ასე ურთიერთობაში, მისგან ლოცვა-კურთხევას იღებდა, მისგან რჩევა-დარიგებას ისმენდა და რა თქმა უნდა, აი იმდროინდელი ესე იგი ძველი პლიადაა, რომელიც უკვე შეიძლება ჩაითვალოს ძველი პლიადა, იმიტომ რომ ჩვენზე წინ ვინც იყვნენ, ისინი ილევა მათი რიცხვი, ილევა და რაღაცა ხო და ეს უკვე აი 70 მიწეული ხალხი, რა თქმა უნდა, უკვე ძველი პლიადაა თავისთავად უკვე რომელთაც და აი პატრიარქთან ერთად ვინც ატარა საქართველოს ეკლესია თავისი ბეჭებით ეს გახლავთ მეუფე სერაფიმე ჯოჯუა საყვარლესი ჩვენი მდელმთავარი, რომელმაც თავისი ცხოვრება შეალია საქართველოს ეკლესიას და მინდა გითხრათ რომ ეს არის საოცარი ადამიანი, დღეს დიდი განსასწრელი აქვს მას ფიზიკურად ძალიან უჭირს და ყველა ჩვენს სვენელს და ყველას ვთხოვ და ისედაც ყველანი ვიხსენებთ მას და ვთხოვოთ რომ უფალმა ღმერთმა განკურნოს, რადგანაც ნამდვილად გვჭირდება მისი მამობრივი დარიგება, მისი ლოცვა ამ ქვეყნად, ჩვენ ნამდვილად ჯერ ახალგაზრდა ადამიანია და მრავალი აქვს რა თქმა უნდა კიდე გასაკეთებელი და ასევე გუშინ წინ მამა გაბრიელის სენების დღეს ბიჭვინთვის მათ მონასტერში, რომელიც არის მუხათგვერდის სასაფლაოს გზაზე, აი არმისული მუხათგვერდის სასაფლაოსთან დაახლოებით 300 მეტრში ხელმარჯვნივ გადასახვევი კილომეტრ-ნახევარში არის მონასტერი, ამათა მონასტერი, რომლის უშუალოდ საფუძვლის ჩაყრაში მეუფე სერაფიმეს ლომის წვლილია, ანუ მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა და იქ მოიძებნა ადგილი, სადაც ახალი ბიჭვინთა შენდება ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის საპატივცემულო ანალოგი ხო აი ოდნავ მცირე ესე ვთქვათ ზომის და ეს მისადმი ვედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისადმი ვედრება, რა თქმა უნდა არის ჩვენი ძლიერება, რაც გვიწინამძღვრებს ჩვენ რა თქმა უნდა ბიჭვინთაში და აფხაზეთში, რადგანაც სასუებელნი ღვთისა არ გავწმილდებით და მოქმედებაა საჭირო, უფალი ღმერთი
ერთის მხრივ ის ღრუბელი, რომელიც ადგას საქართველოს ეს ეპიდემია, რომელიც უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ და მადლობა ღმერთს, რომ იმ დაგვსაჯა იმათი ხელით უარესი ხელით რო არ დავისაჯეთ, ვისითაც ვისჯებით, მადლობა ღმერთს ამისთვის. და კიდე იმას ვამბობ, რომ ეს განსასწრელი იქნება მანამ, სანამ ჩვენ შესასრულებელს არ შევასრულებ და აი მამა გაბრიელი იყო ამისი მაგალითი, თვითონ მამა გაბრიელი იყო მაგალითი იმისა, რომ აი განსასწრელის ტვირთვის მაგალითი იყო და იცით ეს განსასწრელი გადაივლის, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვუერთგულებთ უფალ ღმერთს. ვუერთგულებთ უფალ ღმერთს და თქვენ ბრძანეთ აფხაზეთიდან და მეც გეტყვით. მე მინდა ვთქვა ეს აფხაზი არის ქართველის სინონიმი. აფხაზი იმ სიტყვის მნიშვნელობის არის, რაც იმერელი ქართულად. იმიერ საქართველო, რაც არის ლიხსიქითა საქართველო, თავისი კოლხური მნიშვნელობით ამ სიტყვას აქვს ისეთი, ანუ დატვირთვა. ხო, იმერელი და აფხაზი ნიშნავს ერთ და იგივეს, ეს მეგრულად, ეს კიდე დედაენაზე. იმიერ საქართველოს ნიშნავს, ამიერ საქართველო აქით არის, იმიერ საქართველო. როცა ჩვენ ვამბობთ მეფე აფხაზთა, ნიშნავს მეფე იმიერ საქართველოსი და მეფე ამიერ საქართველოსი, ქართველთა. რო ამბობს უკვე აქით მეფე აფხაზთა, ქართველთა, ეს იგულისხმება იმიერის მეფე, იმიტომ რომ იმიერიდან დაიწყო გაერთიანება და მერე მთელი საქართველო შემოუერთდა ამ აშოტ ბაგრატიონის, გრიგოლ ხანძთელის დიდ შრომას, რომელსაც რა თქმა უნდა ბაგრატ მესამე ჩაუდგა სათავეში და აფხაზი მეფეები არიან მოწინავე რაზმის, ესე იგი ვთქვათ, მოწინავე ქართველები, რომელნიც აზროვნებენ, ფიქრობენ, ლოცულობენ და წერენ ქართულითა ენითა და იქმან ყველაფერს ქართულს და თავიანთ გვირგვინს, რომელიც არჩილ და მირო მეფემ, რომელიც გადმოვიდნენ და ლეონთან ერთად დაამარცხეს მურვან ყრუ და ეს ცხენის წყალი და ეს ყველაფერი სასწაული ღვთისმშობლისა, ბიჭვინთისა, რომელიც მოევლინა მაშინ საქართველოს და დაამარცხეს და მტერი ცხენის წყალი რო ქვია, ეს მთლიანად წყალმაწა იყო, ესე იგი ეს მტერი და არჩილ მეფის დანაბარები ლეონმა 200 წელი აფხაზი მეფეები აერთიანებდნენ საქართველოს, კახეთში იდგა გიორგი, ლეონი და ესე იგი მომხტურებს იცავდა კახეთს იცავდა მთელ საქართველოს. საუკუნე იდგნენ, წარმოიდგინეთ აფხაზი მეფეები იქ თავიანთ სამშობლოს აერთიანებდნენ და ჩვენ მაგაზე ვამბობთ, არათუ აფხაზეთიდან, აფხაზი ვარ მე, აფხაზი არის ყველა ქართველი, რომელიც არის, ეს არის როგორც გეოგრაფიული სახელი, როგორც კახელი არის კახეთში, ისე აფხაზი ვარ მე იმაში რა ქვია, აფხაზეთში არიან აფსუ ატომები, რომელნიც ისევე როგორც აი ჯავახეთში 200 წელია ცხოვრობენ ჩვენი სომეხი ძმები და ისინი ჯავახი მესხ ჯავახელი არის ჩვენი ისტორიული მხარე, ხო? ჯავახად იწოდება ჯავახი ადამიანი, ხო? და არ შეიძლება ახლა ჩვენ რომ ჯავახი ვუწოდოთ მოსულ ადამიანს. თუმცა ცხოვრობს ჯავახეთში და აი ესევე ვამბობთ რომ აფხაზი არის ქართულად მოაზროვნე ადამიანი. ქართულითა ენითა, რადგანაც ამის მოწინავეები იყვნენ აფხაზი მეფეები და მაგალითნი და მე სულ ვამბობ რომ ესე იგი თუკი ისინი თავს აფხაზებად თვლიან ჩვენი აფსუა ძმები როგორ არის რომ ერთადერთი მეფის საფლავი აქვთ 200 საუკუნე იყო აფხაზი მეფების მეფობა და გიორგი საფლავი ვანდალიზმით არის შეურაცხყოფილი ბაგრატ მესამის საფლავი სამაგიეროდ გაურბი ესე იგი მინდა ვთქვა ის მათი ის ლიდერი ვინც იყო 92 წელს დამავიწყდა იმ არძიმბას საფლავი ხო არის კარგად მოვლილი და ბაგრატ მესამის საფლავი ფრესკა ყველაფერი უგულებელ ყოფილია და პირველი ქართველი მეფე აფხაზი ლეონის ჯილდოს აძლევენ ადამიანებს ვინც ხოცავდა ქართველებს ეს რაღაცა ნონსენსია სასაულია რა და
რასაც იქმოდნენ და რითიც წერდნენ, იმას უგულებელყოფენ, დედაენას, ქართულს უგულებელყოფენ და იმათ არანაირი ისტორიული კავშირი არ აქვს აფხაზ მეფეებთან. საგნაც მაგაშია გრიგოლ ხანძთელს გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს როგორ მალავს დიმიტრი მეფე. არანახებს ეუბნება გრიგოლს აქ არავინ მოსულა, უნდა ქართული მონასტერი გააკეთოს. და აი ხო გრიგოლი რო კვერთხს დაურყავს და ეტყვის რომ მეფე ისევე როგორც აშოტთან შევიდა, ისე ამას ეუბნება მე მოვედია გრიგოლი ვარ. ხო და იმ წუთასვე დანებდება და იმ წუთასვე ესე იგი. ახლა ეს იმიტომ ვთქვით რომ მე მინდა გითხრათ რომ მამა ხო შავი ჩვენ სიმართლე ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს. აფხაზი ვარ მე და ის აფხაზი არის ის ადამიანი, ქართველი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში. ეს არის აფხაზი, ეს უნდა გვესწროდეს ჩვენ და როცა ვამბობთ იმ აფხაზურ ენას, ის არის აფსუური ენა. ამას და უწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი და სხვათა შორის და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ნახეთ საბერძნეთში რა ამბავი იყო, ევროკავშირში აღებულობდნენ მაკედონიას, სანამ ჩრდილოეთ მაკედონიის რაღაც ნაწილი არ უწოდეს. არ გახსოვთ რა ამბავი იყო დასახელებაზე, კაცო? იმიტომ რომ ბერძნებმა თქვეს რომ მაკედონია ეს ჩვენი ისტორიაა და როგორ ახარ თქვენ მაკედონია რო იწოდოთ და წაიღოთ ეს თქვენ ხერი მოიფიქრეს ეს ფორმა. ჩრდილოეთ მაკედონია კი ბატონო. ხო და ყველას გვახსოვს ეს მოვლენები, ხო? როგორ იყო და ჩემი კავშირი მამა გაბრიელთან იწყება აფხაზეთიდან. ეს რაღაცა კი მე ახალხსენება იყო. დიახ, აი და აფხაზეთიდან იწყება, აფხაზეთის ომით იწყება, ესე იგი ომი დაიწყო, მოხდა ეს საშინელი მოვლენები, გაგრის მოვლენები. ახლა ჩვენ უნდა ვთქვათ კიდევ ერთხელ რომ ქართველებმა სამჯერ დავდეთ იარაღი შერიგებისთვის. ეს იყო გაგრის მოვლენების დროს, ეს იყო ლაბრას მოვლენების დროს და ბოლოს კიდე ესე იგი როდესაც ის 27 სექტემბერს და რა მივიღეთ? რა ესე იგი ეს შეიძლება რომ იქ რუსები იყვნენ შუამავლები, ქართველები ვდებდით იარაღს და იქიდან იარაღდებოდნენ ეს აფსუები, ჩვენი ძმები და შედეგად ქართველები ახლა იმას ტექნიკით რომ მოდის მტერი, როგორ უნდა გაუძლო, როგორ გაჩერდები. რა თქმა უნდა, სოხუმი არ დაეცემოდა არავითარ შემთხვევაში, რომ თანასწორი ის ყოფილიყო რა. ქართველობა არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდით ამ, მაგრამ როდესაც ღვთის დაშვებით ეს ხდება და გაგრის მოვლენები, საშინელი მოვლენები, ტრაგედია დატრიალდა, აი სერგეი შამბავმა თქვა მაშინ გამოსვლის დროს, რომ ქართველები შემოსვლის მერე ქართული ჯარო შემოვიდა, მათ შეტევითი ბრძოლები არ უწარმოებიათ. და ჩვენ ვაწარმოებდითო შეტევით ბრძოლებს და მაგათ რაც ბავშვები დაეხოცათ, რო იძახიან რომ დაგვეხოცა და სულ შეტევითი ბრძოლების დროს დაეხოცათ. ქართული ჯარი, აი წარმოგიდგენია რომ დაუშვათ აი მტერი შემოვიდეს და საბურთალოს რაიონში რო არ შემოვიდეს, თბილისი აიღოს და საბურთალო რო დატოვოს. აი წარმოგიდგენთ, ესე იგი ქართველებს რომ უმინდომოდათ და აწიოკებანდომებოდათ კვარჩელს როგორ დატოვებდით, ესე იგი ესე კვარჩელში არც ერთი ქართული ჯარი არ შესულა. არც გუდაუთის რაიონში არ შესულა ჩვენ. როცა ამის და აი ამას რატო ყვები რომ აი ეს მოვლენებია საშინელი ტრაგედია დატრიალდა რაღაცა ყველა შეწუნებული ვართ რომ რითი ვართ ახლა შეწუნებულები იცით რომ გუშინ რომ ქართველი მეგონა და ერთად თამაშობდით დღეს როგორ ის სხვა არისო იძახი ეს მე სხვა ვარ ის სხვა როგორ არის სხვა კაცო ერთი ხალხი ვართ ერთი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და მე ვთხოვე რაღაც ბავშვი ვიყავი და მაშინ იყო მიტროპოლიტი მეეპი მღვდელმთავარი ცხუნაფხაზეთის ეპისკოპოსი გახლდათ მეუფე დანიელი ჩემი მოძღვარი და მას ვთხოვე რომ მონასტერში წავალ მეთქი ცოტა ხანი თქო თუ შეიძლება თუ სტიქაროსანი ვიყავი ტაძარში და რომე ტაძარში მამოვიდი სოხუმის საკათედრო ტაძარში ხო მართლა მეუფე დავით ჭკადუა იყო ჩვენი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი მე სტუდენტი რომ გავხდი პირველ კურსელი სტუდენტი მაშინ მივედი ტაძარში და აი მსახურობდი უკვე ტაძარში მე უკვე დავითმა სტიქრი ჩემოსა და
ტაძარში ვიყავი, მე ომი დაიწყო და მეუფეს გულით გარდაიცვალა. ძალიან ის ცნობილი კადრები მისი და გაგრის მოვლენების შემდგომ გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა. ვერ გადაიტანა. რა თქმა უნდა, ის ვერ გადაიტანდა. ვერაფრით ვერ გაუძლებდა მისი გული ამ საშინელებას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რა და მეუფე დანიელი მოვიდა, რა თქმა უნდა, თავისი დიდი სულიერებით პერმონაზნობა ჩამოყვა, ეს ენით აღუწერელი ბედნიერება იყო, მონასტრები გაიხსნა. მეუფე ძალიან ენერგიული იყო, ერთი წუთი არ გაჩერებულა და ის კი არა, არც დღე ეძინა და არც ღამე ისეთი. და ჩვენს ტიქაროსნები ხან დამგზალავი ბიურო არ არსებობდა. რაღაც პაზიკი გამოგვიყო ქალაქმა და სტიქაროსნები მივდიოდით. ერთი კვირა მიცვალებული რომ უკვე არ გამოდის კაცი და მე რო გებულობენ მიცვალ. სამსახურები არ იყო მოშლილი ყველაფერი და ტაძარი კრწალავდა, ჩვენ კრწალავდით რა მივდოდით. ამას ძალიან რთული იყო, წესაუგებდით, მიწას თვითონ ამოვთხრიდით და მარხავდით ამ ადამიანებს. ზოგს მეცხრე სართულზე ლიფტი არ იყო, დენი არ იყო, მოხუცები, დარჩენილები, წყალი სატანა უნდა და რაღაცა და სხვათა შორის მამა ბენიამიზე მინდა გიამბოთ რა. მამა ბენიამის ჰქონდა დავალება პური დაერიგებინა ქალაქში. და იცით რა, ესეთი წრიული დიდი წრე იყო ქალაქისა. ქალაქ სოხუმის და ახლა სოფლის მოსახლეობას მაინც შედარებით აქვს ეს რაღაცა ჭირნახული რო იტყვიან სიმინდი დაფავს რაღაცა და ქალაქში ადამიანები დარჩნენ და ზოგიერთი ისეთი იყო რომ მარტო ხელა დარჩნენ და მაბინიამინი ხურჯინით დადიოდა მთელს ქალაქში და ფურს არიგებდა თავისი ხელით რა რამოდენიმე ჯერ მოწევდა მოსვლა ფეხით აკეთებდა ამას ოღონდ დილიდან საღამომდე ამით იყო დაკავებული და როცა ხდებოდა ხოლმე რომ როცა პური რაღაცომღაც არ წვებოდა ან ვერ შემოდიოდა რადგანაც ბლოკადაში იყო სოხუმი მაშინაც დაივლიდა და ეთყოდა რომ პური არ იქნება მაინც მივიდოდა მაინც მივიდოდა ამათთან და ეუბნებოდა რომ პური არ იქნებაო და აი ამ დროს მე ვთხოვე მე უფეს რომ მეთქი თუ შეიძლება თქო და კიო და აი სვეტიცხოველშიო იქნებო წახვიდეთო ცოტა ხნითო და არქიმანდრიტი იოსები იყო შემოქმედელი მიტროპოლიტი მაშინ მღვდელმთავარი არა მაშინ ახლა შემოქმედელი მიტროპოლიტია მაშინ წინამძღვარი იყო იოსებ კიკვაძე დიახ და მეუფე იოსები და ხო კიკვაძე მგონი გვარად არა დიახ და მაშინ გავიცანი მამა გაბრიელი და იმ დღიდან ესე იგი მეორე დღესვე მითხრეს მონასტრის წევრებმა რომ აქ არის დიდი მოღვაწეები და ავედი თუ არა იმ დღიდან არის ჩემი ბედნიერება საზღვარი არ ქონდა და მინდა გითხრა რომ აი ესე იგი როგორც აი ადამიანი როდესაც ალბათ მოხდება სასუფეველში იმ წესრიგს რომელიც არის სასუფევლისა იმ წუთასვე დაეთანხმება არ კითხვაც კი არ ექნება რადგანაც ეს ბუნებრიობაა და აი იმდენად დიდი იყო ეს, მაგრამ სულისთვის იყო ბუნებრივი. ანუ სულისთვის იყო ქრისტე ღმერთი ადამიანისთვის არის კანონი და წესრიგი. და ამას იმ წუთასვე ეთანხმება ადამიანი, ქრისტეს ნახავს თუ არა ადამიანი, ხდება იმ წესრიგის, იმიტომ რომ შინაგანად ადამიანი არის ქრისტიანი, ყველა ადამიანი, არ აქვს დომინაციას მნიშვნელობა. და აი მამა გაბრიელს როცა ნახავდა ადამიანი, ის იმ წუთასვე ხდებოდა იმ წესრიგის, ესე ვთქვათ, პატივისმცემელი, რომელიც მამა გაბრიელის გარშემო იყო და ეს იყო ზეცა მიწაზე. ეს იყო კაცი ზეცისა და ქვეყანის ანგელოზი თუ ინმეზე ითქმის და ითქმოდა ეს არის მამა გაბრიელი ნამდვილად რადგანაც როგორც მე აი შევადრი ძალიან რთულია მასზე ლაპარაკი და ჩემგანაც მე უხერხულად ვთვლი ჩემ თავს რომ მასზე ამდენი ვილაპარაკო მამა გაბრიელს მაგრამ რადგანაც მქონდა ამ ბედნიერებასთან შეხება ადნიერდები და ვამბობ რომ ეს როგორც აი მირომდინარე ხატები არსებობს არა აი ესევე მადლმქვევი მამა იყო რომ მასთან სიახლოვეში გრძნობდი სიცოცხლეს გრძნობდი სიხარულს გრძნობდი ბედნიერებას ეს იყო ულევი სიცოცხლე აი აღდგომის პერიოდი როცა აი დიდმარხვას გამოივლიდა ერთი კვირა რო არის ზატიკის პერიოდი ბწყინვალე შვიდეული აი ეს ბწყინვალე შვიდეული და აღდგომის სიხარული იყო მამა გაბრიელთან ყოფნა ეს იყო სული ზეიმი ჩვენ და დაუმსახურებლად რა თქმა უნდა და
სულ ბედნიერი იყავი, გინა მამაოს შენიშვნა მოეცა, გინა რაც თქვა შენთვის ყოველთვის ბედნიერები ვიყავი და შემდგომ როცა წავედი უკვე ესე იგი მე მოხდა უკვე ეს სოხუმის დაცემა, ჯვარცმა სოხუმისა და მე მოგვიწია ჭუბერზე წამოსვლა, იქ რაღაც საოცარი რთული პერიოდი იყო, რა თქმა უნდა ეს გადმოსვლა იყო ძალიან რთული მოსაყოლა და დასანახადაც რთული იყო, რომ ამდენი 1000 ადამიანი ფეხით მოდის მწვერვალზე, ხეობაში, უღელტეხილზე, ზოგი რთულ ვითარებაში, ზოგი გარდაცვლილი, ზოგი როგორ და მე როდესაც ჩამოვედით უკვე რა თქმა უნდა მამალს არ განვეშორებოდით მახსოვს მაშინ ხატებიც კი არ მქონდა და არ იშვებოდა ახლა ეს ხატები ახლა რო არის სად იყო არ სად არ იყო არც მაღაზიებში არ იყო ხატები და აი ეს რაღაც სადმე თუ რამეს და შემთხვევით ხატს აწყდებოდი ანუ საბერძნეთიდან მე ჩამოიტან და ამოჭრიდი დააკრავდი საერთოდ არ იყო არაფერი საეკლესიო ხატი ყიდვა ძალიან რთული იყო არ იშვებოდა ხო და აი მამა გაბრიელს ქონდა კიდე რა რომ ჟურნალში გაზეთში ან სადმე რამეს თუ ნახავდა ამას ამოჭრიდა ხოლმე ან სადმე რამეს იპოვიდა და კონსერვის ბანკის მას კინას ამუშავებდა და შუშაზე და ხეს დაფასა ესეთ დესპეს თქვა ნაჭრებს იშოვიდა და ამას ესე გადააკრავდა და მუშაკობდა ხოლმე და მეუბნებოდა ეს უნდა გააკეთო ეს უნდა გააკეთო რაღაც ამით იყო ხოლმე დაკავებული მახსოვს მამაოს უთხარი რომ მამა ხატები არ მაქვს მეთქი და იქნებ მომცემეთქი თუ შეიძლება თუ მომცემეთქი და 3 ხატი მომცა კაი რა გააქვთ მამა კი მაქვს კი წიგნის ფიშობელი წმინდა გიორგი და მთავარანგელოზი კი მთავარანგელოზი მიქაელი მე მგონი ერთ-ერთი როგორ გითხრა ეგ ესე იგი ესეთი მაგის ესე იგი ის არის რა აუ რა საოცრებები ქონია კი და ბედნიერება მაქვს და მაქს კულონი კიდე წმინდა ნინოსი მამაოს ნაჩუქარი და ესე გადამსახა მახსოვს და მითხრა რომ ეს არასოდეს არ მოიხსნაო და ეხაც გიკეთიათ უბრალოდ გვერდი დაუზიანდა და რომ ვეღარ იმას ვქედი ვეღარ ვატარე მე მანქანაში ჩამოვკიდე ფაქტიურად მანქანა სულ მანქანაში მიწევს გადაადგილება და დამოგწმინდა ნინოს კულონი და კი და ეს აი ესეთი ბედნიერება მქონდა და ესე იგი ჩვენი საზრდო საჭმელი სასმელი იყო მამა გაბრიელი ჩვენი პატრიარქი რომელსაც კარები ღია ჰქონდათ ორივეს და ეხა მაგას ფიქრობ მამა ორი ზუსტად აი რას ფიქრობ იცით აი ხა უბრალოდ აი მინდა რომ ადამიანებს აუხსნა რომ ვინც ჯერ არ იცის პატრიარქის ძალა რამხელაა და რამხელა მადლით რომ აი წარმოიდგინეთ დღეს ყველაფერია თავისუფლად არის რომ ამდენი ტაძარი ღია ამდენი სასულიერო პირი ამდენ ჩვენი საკუთარი მირონი გაგვაჩნია ნუ აი ეს არის რა ვიცი აი წარმოიდგინეთ სოფლიო საპატრიარქო და იქიდან მოქონდათ ხოლმე და ხანვისგან ესე და წარმოიდგინეთ ხა ჩვენმა უწმინდესმა რა გააკეთა რომ აი ხატის როგორი დეფიციტი იყო წარმოიდგინეთ და დღეს უბრალოდ ნებისმიერი ხატი ნებისმიერის ოჯახში რამხელა მადლის მხრივ რამხელა რაღაცა არის რომ ყველას რაღაცა გააჩნია ხო ეკლესიური ნებისმიერი რამ რომ შეევედრო ან ღმერთთან დაგაკავშიროს ხო აი ეს გააკეთა ჩვენო პატრიარქმა მამა შეიძლება ვიღაცას უბრალოდ ესე ეგონოს რომ სადაც რომ მიდიხარ და ხაც რო ყიდულობ უბრალოდ უყიდე დაბადების დღეზე ვიღადა არა რამხელა წვალობის ფასად დღეს ის ხატი დევს იქ ხო საიდან სად წარმოიდგინეთ მაგრამ გაზეთებიდან ჭირდნენ და მადლობა აი ჩვენ პატრიარქს აი იმიტომ რომ თელ სიცოცხლის მანძილზე ყველაფერში აიცით როგორი რაღაცა რომ რაღაცა ნებისმიერი პატარა პრობლემები არსებობს იმ პრობლემის თვალის დახუჭვას დავიწყებ იმიტომ რომ პატრიარქის განაკეთები და აქამდე მონატანი რომ არ ჩაუმწარო ამ ადამიანს იცით რა არის ნებისმიერი ის პრობლემა რასაც მე წამოვწევ სიტყვაზე წინ იქ ეკლესიაში იქნება მღვდელი იქნება ნებისმიერი ის პატრიარქისადმი იქნება დარტყმა იმიტომ რომ პატრიარქისთვის ისედაც დიდი ტკივილია და მე არ მინდა რომ გაუმწარო და არავის არ უნდა იმ ადამიანს ვინც აქ მოდის ხოლმე ჩემთან და არც ერთ ჭკუავთ ყოფილს არ მოუნდება ის რომ ამხელა მოტანილი რაღაცა საქმე წყალში ჩაყაროს მისი პირადი ვიწრო ინტერესების და გამო
ხშირად ხდება ხოლმე ეს და სამწუხაროდ ჩვენ და ესე არის ხოლმე ზოგს რაღაც პრეტენზია აქვს ეკლესიასთან მიმართებაში იმაში, მაგრამ უბრალოდ პატრიარქს არ უნდა ვაწყენინოთ, თორე იცით რამდენი გვაქვს ზოგ სათქმელი და იცით რამდენი რაღაცები, მაგრამ ეს არის პიროვნული, რომელიც არ უნდა შეეხოს არც ეკლესიას და არც საერთოდ თვითონ ამ საქმეს არ უნდა აზიანებდეს და გეხვეწებთ, ამიტომა მე რომ ყველა სასულიერობის ყველა იმას დავიცავ და ყოველთვის ვიქნები მათ ხარეს, იცით რატო? განა იმიტომ რომ ისინი მართლები არიან. უბრალოდ მათი დარტყმა იქნება იმ დიდი საქმის დარტყმა და გეხვეწებით, აი ამიტომ გაუთხილეთ ერთმანეთს რა. თორე სიცივე და ის ისეთი მიგძვნია. მე სხვაგან სად უნდა მიგძნო სიცივე? სულ ამათ წრეში ვარ, ხო? ისეთი მიგძვნია ხანდახან რა ვიცი, მაგრამ არიან ხოლმე იუდაც არის, ისიც არის, ისიც არის და ასე რომ არ დაუმალავს სახარებას და არც დღეს დაიმალება. ქრისტეს გვერდზე თუ იდგა იუდა სიტყვაზე და იყო დღეს რო აქ იყო ჩვენ ეკლესიაში რა მოხდა ხო სიტყვაზე და არ დაიმალოს ხო თუ შეიძლება მამა ბოდიშთ იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენი ვიწრო ინტერესების და გამო რაღაცა ძალიან დიდს და მთავარს ვაზიანებთ რა და არ შეიძლება ესე მამაო რა აი ხა წარმოგიდგენთ ხა ეს ჭიქარო სიტყვაზე გამიტეხოთ ხა თქვენ და მე რო თქვენ დაკარგოთ ან დავიწყო ხა მამა დავითი და ეკლესია რა ცუდია ეს არის საშინელი ეს ჩემი ვიწრო ინტერესი არის რომელიც ჩემი ჭიქა იყო კაი გატეხე ამას კი ეშველება ან არ ეშველება მაგრამ ის თავარი თუ დავაზიანე რასაც თქვენ წარმოადგენთ არის კატასტროფა მამაო რამაც აი ეს ომი თქვენაზეც ამბობთ მაგან გამოიწვია მამაო აი ამ პატარა ფიფქებ მას რავი შექმნა აი რო ლაპარაკობდნენ აი ის აფხაზია ის ისა გაყვეს გადმოყვეს და ბოლოს შეგვაძულეს ერთმანეთი და დაგვახოცინეს აი რისგან არაფრის და პატარა ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე აი ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ მამაო რამხელა საქმე გაფუჭდა ეხა ეგენ რო ჩვენთან იყვნენ მამაო ხო რამხელა ძალაა ხო თუ შეიძლება მაგ ბოდიში ვიხდი რა აი ამ 2 წუთს აი მე წაგართვით მაპატი არა რაზანებ ძალიან საინტერესოა მე აი თქვენს მონაყოლს მინდა ვთქვა რომ მე როცა მოვედი ტაძარში კიდე ნანახი მაქვს როცა პური რო იყიდებოდა აი ფუხანკაპი ხო იმაზე წირავდნენ სეფისკვერები არ იყო ხოლმე და აი პური ჩვეულებრივ ერთ პურზე წირავდნენ ხოლმე ტარიგი იქიდან ამოყავდათ რა მე ამის ნანახი მაქვს რა და ახლა რო ეს ახლა ხო წარმოვიდგინე ხუთათი ხო მამაო რაღაცა კუთხეები იყო მეც აი ბავშვობაში მახსოვს კი ერთ პურზე წირავდნენ ხოლმე აი პური მაღაზიაში რო იყიდებოდა იმ პურზე წირავდნენ ხოლმე აი გაჭირების გამო წირავდნენ ხო მე ბერძნული მეგონა გაჭირების გამო იყო აი აღარ მახსოვს ხან 4 კუთხე პურზე ხან მრგვალ პურზე როგორც რა შეძლებ არ იყო ამის საშუალება რომ ჩვენ რა გამოვიარეთ უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ და როგორი ესე იგი არაფლისაგან ესე ვთქვათ შეიქმნა ეს ყველაფერი ხო ეს პატრიარქმა შეძლო და მისი წინამძღოლობით მან მისი მოთმინებით მისი სიყვარულით მან მოგვითმინა მან მოითმინა და ბევრი რამე მოითმინა და ახლა როცა გვერდიდან აკვირდები და ფეხი ფეხზე გადადებული და ეს ცოტა ისეთი სიტყვა, ცუდი სიტყვა, მაგრამ ვიტყვი რომ დეზერტირობ და შენ თვითონ არ ახარ იქ სადაც უნდა იდგე და აი ესე იქ ესე უნდა იყოს და ასე უნდა იყოს, ამას მე მეუნები, რომელიც წინა ხაზზე ვარ დავუშვათ, ხო? ცოტა ეს უხერხული არის რა, აი ადამიანებისგან ამის ესე ვთქვათ საუბარი რომ ყველამ ჩვენი ვალდებულებები უნდა ვაკეთოთ და ხშირად აი თუნდაც დემოგრაფიაზე როცა ვსაუბრობთ, ხშირად ამ პრობლემაზე როცა ვესაუბრები ხოლმე, მე ვეკითხებით, რამდენი შვილი ყავს მეთქი რა და ზოგს სოლი არ ყავს, ზოგს ერთი ყავს. ხო და რაღაც ვის უყვები, რას უყვები, მეთქი, მოდი კაცო, დემოგრაფიულ პრობლემას როგორ აი რატომ ვიცი მამა გაბრიელს ქონდა აი ჩვენ როცა ვამბობთ მამა გაბრიელი რას ვაკეთებთ იმას რასაც გვეუბნებოდა მამა გაბრიელი აი ეს არის მთავარი და ეს არის მნიშვნელოვანი რომ მამა გაბრიელს ქონდა ხილვა ღვთისმშობლის როცა მან იხილა მასთან მოვიდნენ სამებაში ეროვნული ბიბლიოთეკის უკან რო არის გვერდზე პატარა სამების ტაძარი მას თხოვეს მანდაც დადიოდა მამო ილია ჭაჭავაძემ დაიწერა სხვათა შორის მან ჯვარი და აი მან თხოვეს მას გადაეხადა პარაკლისი საქართველოს ერის გადარჩენისათვის და რო გადაიხადა სახში მისულს მიეძინა იქ ისანში და ხილვა იხილა და აი აღმოჩნდა შენობაში რომელშიაც ესე იგი შეიყვანეს და დაკეტეს და ადამიანის სხეულები ცვიოდა
ეს იყო აბორტით მოკლული ადამიანების, ესე იგი, აი აბორტი რა არის? ეს არის დანაწევრება ადამიანისა, აცალკავებენ ხელებს. ადამიანის არა, საკუთარი შვილის. საკუთარი შვილისა, ხო? და ეს მამამ იმდენად შესაძლებელი იყო, რომ კედელზე ავიფარეო, რომ აი არჩამ დავსრულიყავი ამ ბავშვების სისხლითო და ამ დროს გაისმახვა მობრძანდებაო და გამომიყვანესო გარეთო და დავდგევარო და ესე იგი წმინდანები არიანო გარშემო და ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი მოვიდა ანგელოზები და ეს არისო ვინც საქართველოს გამრავლებისთვის ლოცულობსო და მე ვიყურებიო და თავს ვეღარ ვწევო, იმიტომ რომ ვუყურებ ღვთისმშობელს შევხედე ისეთი განრისხებული თვალები ქონდა, ისე შემომხედაო და მითხრაო რომ როგორღა გამრავლდებითო ასეთ სოდვაში ხართო. აი ესეთ სოდვაში ხართო ქართველებიო და ამის მერე გაუჩინარდაო ღვთისმშობელიო და მე დადიოდა და გდებო აბორტი არ გააკეთოთო. ამას ამბობდა მამა გაბრიელი და ცრემლი მოსდიოდა და ღვთისმშობლის წილხდომილ მიწაზე 4 მილიონი ვარ და აი გასულ წელს ოფიციალური მონაცემებით, რა ვიცი რამდენი ბევრი ვეძებე და ესე სადაც ამოიგეთ 15,000-მდე აბორტი არის გაკეთებული გასულ წელს. ავიღე პოლონეთის მაგალითი 40 მილიონიანი პოლონეთში გასულ წელს ოფიციალურად 900 აბორტამდე არის გაკეთებული. ეს რა თქმა უნდა საშინელებაა, მაგრამ 3 მილიონიანს 15,000 აბორტი გვაქვს და 40 მილიონიანს 900 აბორტი. ესე იგი ეს არის საშინელება და ჩვენ ეს ცოდვა გვაწევს. სხვათა შორის პატრიარქის მოსაღწრე მეუფე შიო, როგორც ორლესული მახვილი, ისე აი მისი პირველი სიტყვა, როგორც კი დადგინდა მოსაღწრედ, მისი იყო აი ამ აბორტების წინააღმდეგ. მეუფე შიო, როცა მისი გამოსვლები არის, ის ყოველთვის აღნიშნავს აი ამ საშინელებას და აი ნამდვილად მისი მიმართება, მისი სულისკვეთება არის იმისკენ, რომ ერში შეწყდეს შეუძლებელია ღვთისწყალობის მოპოვება, როცა ერი კლავს თავის შვილებს, შეუძლებელია ღმერთმა დალოცოს ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს. და ეს შეუსაბამობაშია ღმერთთან ღვთის წილხდომილობასთან, ღვთისმშობლის წილხდომილობასთან და აი ეს ცოდვა ჩვენ გვაწევს ყველას და რა თქმა უნდა მამა გაბრიელთან აი სულ ერთხელ როცა მივედი, მინდა გიამბო რომ აი წარმოიდგინე გიორგი რომ ყელსაბამი მაქვს ახალი მოხსნილი რა კომკავშირში არ შევედი, მეთქი უკვე წავიდა ეროვნული მოძრაობა და რა მინდა ახლა ამ კომკავშირში არავითარ შემთხვევაში ვთქვი რომ არავითარ მეთქი არც მივალმეთ სულ არ მაინტერესებს თქო რა არსად არ მიგიღებენო მეუნებოდნენ არ მიღებენ მეთქი არ მინდა ლენინზე არ დავიფიცებ მეთქი არ მინდა ლენინი სულ მქონდა ესეთი ბავშვობაში რომ ეს კომუნისტები რომ მეუნებოდნენ რომ ლენინი ცოცხალიაო და თან მეუნებოდნენ რომ საიქიო ცხოვრება არ არისო ამას ვერ უბედავდი ახლა როგორ დამეთქვა რომ კაცო ერთი მხრივ მეუნები რომ არ არის საიქიო ცხოვრება ლენინი როგორღაა ცოცხალი მოკვდა ხო და როგორ არის ცოცხალი თქვა ამის ეს შეუსაბამო ვამბობდი მატყუარები არიან მაგრამ მახსოვს რომ დედამ მითხრა ერთხელ რომ იქ ბავშვობაში რომ გვეუნებოდნენ რომ კვერცხი არ შეღებოთო და რაღაცაო აღდგომას როცა კვერცხი უნდა წამიღო იმას სასაფლაოს დედას უთხარი პატარა ვიყავი რომ არ წავიღებ მეთქი ამას თქო და ისაო და არ შეიძლება მეთქი და ღმერთი არ არსებობსო ესე გვასწავლიან მეთქი და შვილო მაგ სულელ კომუნისტებსო ნუ უსმენო შენ ეს მითხრა დედა ეს რომელი კლასი რომელი ბავშვი ვიყავი არის 82-3 წელი რა და არ მოусხო მეორე არ მოусმინო მაგ სულელ კომუნისტებს ვიტყვიებიანო შვილო ესენი ღმერთიც არსებობს და ეს კვერცხიც აიღეო და რაღაცა აი მაშინ ხატები არა მაგრამ აი ეს ღვთის სიტყვა ითქმოდა და აი ეს ჩემში იმხელა ის იყო ესე იგი გარდატეხა მოხდა რომ რაღაცას
აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ფლობდნენ ვითომ კომუნისტები და ესე იგი მათი სიტყვა აღმოჩნდა ტყვილი დედისპირიდან ეს რომ გავიგონე უკვე ფაქტიურად წავიდა ჩემში ორაზროვნება რომ ეს რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი უკვე სხვა აზროვნება წავიდა ჩემში და ესე იგი და რას ვამბობდი რომ აი ეს მიმართება აი ეს როდესაც ჩვენ წავედით მამა გაბრიელთან როდესაც მივედი ერთხელ მეუნება რომ დავით შე რას აკეთებო რომ ესე იგი საქართველოს მეფე ყავდესო ხო და წარმოვიდგინე ხა კომუნისტ გამოვლილი ბავშვი ახალი მოვედი ეკლესიაში უცებ შეკითხებიან რომ რას აკეთებ რომ მეფე ყავდეს და ხო წარმოუდგენელი ესეთი რაღაც შოკის მომგრელი კითხვაა და მეუნება რომერსო ქართველერსო თავი არ აყავსო და შეუძლებელიაო ერის დამშვიდებაო მანამდეო სანამ თავი არ ეყოლებაო და აი ახლა ვგებულობ ამას გიორგი აი გავიდა მაგის მერე მაგ საუბრის მერე რა ვიცი 33-34 წელი მამა გაბრიელმა რაც მითხრა და აი საქართველოს ეკლესიაში აი ნახეთ როგორი პროცესები არის და რა არ მომხდარა საქართველოს ეკლესიაში 98 წელს იყო რაღაცა განდგომილობაც იყო რაღაცა იყო მაგრამ თითქოს აი სულ არის რაღაცა ვიღაცებს სურთ რომ შემოიტანონ შფოთი ეკლესიაში მაგრამ არაფერი არ გამოსდი და მიზეზი რა არის წირო თავიყავს ეკლესიას მიუხედავად იმისა რომ მამა ჩვენი პატრიარქი დაბერდა და ხშირ შემთხვევაში გადაადგილებაც კი უჭირს კვირადღის ტაძარში მისვლა, ხო? არა, კარგად არის, მამა. არა, ნახე რას ვამბობ, ნახე, მამა დაგვიბერდა, მართლა 93 წლისაა და მადლობა. არა. ბებერი, ცუდი სიტყვა არა. ხო, ანუ წყალებში. ბებერი არის, ეს არის, ბებერი არის მადლმოსილი წლები. როცა შენ სტარეცია მაგას ვიძახი ხო მამა ბერია რა და მისი როცა მადლს აფქვევ ისეთი ენერგიული აღარ ახარ მაგრამ შენი ლოცვით ღმერთი სასწაულებს აკეთებს და ჩვენ ხედავთ ამას და ნახე და აი ამის მიუხედავად რომ ისეთი აქტიური არ არის უწმინდესი მის ყველაფერი მშვიდად არის ეკლესიაში ნახე სიმშვიდეა აბსოლუტური სიწყნარია და რატო არის აქ ერთი ამბავი რო არის რა ერში რატო არ არის ეკლესიასავით პრობლემები აქაც არის ნახე პრობლემები არის და დღითი-დღე ხდება მუშაობა რაღაცა განვითარება რაღაცა ყველა თავის წვლილი შეგვაქვს აი ამ დიდ ეკლესიას აი ამ რამდენიმე 100,000-ობით ადამიანია და ყველას ფინანსური, ფიზიკური, აზრობრივი, გონებრივი ჩვენ ვითარდება რა თქმა უნდა არის რაღაცეები და სიმშვიდეა აქ რატო არ არის სიმშვიდე და მამა გაბრიელმა თქვა იმიტომ რომ აქ თავი როცა რუსები მოვიდნენ ეს თავი მოგვაჭრეს ბაგრატიონები გააქრეს და დარჩა ქვეყანა აი ასე ვართ რა ხელი და ფეხი სად ვინ რას ვიქნევით თვითონ არ ვიცით ლამის გადავაყოლოთ ქვეყანა და რატო არის იცი ესე იმიტომ რომ მირონცხებული ქვეყანას უნდა ყავდეს თავი უნდა ყავდეს აი ესპანელებს იქნება მამა გაბრიელი ხო ამბობდა რო იქნება პატრიარქიც ამბობს რომ იქნება აუცილებლად თავის წინასწარმეტყველურ სიტყვას ამბობს რომ ეს ტახტი არის ერეკლესი და სხვადასხვა ამხაზეს დავიბრუნებ ჩემ პატრიარქობის დროსო და რას ამბობთ რომ ესპანეთის მაგალითია 40 წელზე მეტია ერთ და იგივე მონარქი ყავს ნახე კატალონიელებთან ბასკებთან აი განხეთქილება რა ბარსელონა და ის რო არის ხო ამათან აქვთ დიდი პრობლემები და ეს მეფე აგვარებს ამას რა და აი ახლა პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის მაგრამ ნახე როცა საუბარი არის რომ აპოლიტიკური უნდა იყოს პრეზიდენტი ხო მეფე არის აპოლიტიკური კაცო მეფეს კი არ ირჩევს ვინმე მეფე არის ღვთივ არჩეული და დადგენილი მირონცხებული ის არ არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ის შეუძლებელია მეფე ვინმეს მიემხროს არ მეფე არის მეფე ერის თავი და მაგას ვამბობთ ერის თავი როგორც ჭირდება თავი როგორც ხედავს ისე შეიწყალებს ისე იტყვის სათქმელს და მეფეს არ მოერიდება და ჩვენ არაჩვეულებრივი ფილმია სერიალი არის მე დამოვისდა იმ სერიალის სახელი ინგლისური ბრიტანეთის სამეფოზე არის აი წინა ისე იმპერატორი ისა მეფე რო ყავდათ მათ დედოფალი ელისაბედი ხო ყავდათ წლები რო ყავდათ ესე იგი მასზე არის გადაღებული თუ როგორ დღეში ყავს მთავრობები რა და როგორ თხოვს მათ
ერისათვის ჯანსაღ ურთიერთობას და როგორი მკაცრი არის დამოკიდებულებაში და როგორი წინამძღოლი არის ერის გამიგე? ეს აკლია დღეს ქართველებს ჩვენ ყველაფერი აღვადგინეთ. ეს არ გაგვიკეთებია. ეს იცით რა არის გიორგი? ეს რო ჩემი ნათქვამი იყოს, ახლა მე ერთი მომაკვდავი ვარ და როცა წავალ ამ ქვეყნიდან ვიღაც ვეხსომები რა და რას არა რიგითი ადამიანი ვარ მე ჩემზე კი არ არის ლაპარაკი უბრალოდ ხო რა უცებ და რა ეხა და 5 წუთში ჩავდები მიწაში და დამთავრდები არა ისე ვამბობ რა ხო არა კაცო ადამიანურად ვიძახი რა მე ვინა ვარ მაგრამ ამას ამბობდა მამა გაბრიელი აი ესე იგი მამა გაბრიელი ამას როცა ამბობდა ის ამბობდა იმით კი არა კაცო რომ რაღაცა იქ პოლიტიკურად რაღაც გათვლილი ხო რა თქმა უნდა ღვთით როგორ არის ღვთით რომ დაწყნარდეს და აი როგორ წარმოგიდგენია აი მეფის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მეფეს ღამე დაეძინოს რომ მის ქვეყანაში ბავშვებს მუცელში კლავენ აი როგორ შეიძლება ხალხო რას ვაკეთებთ რა წარმოვიდგინეთ რომ ჩვენ ხო შემთხვევითა ვართ გაჩენილები ვინც ვართ რა ჩვენ უბრალოდ დაგვინდეს ჩვენ შემთხვევით გავშთით აი არ გავშდებოდით ან არ გავშდებოდით რომელი კანონი გვიცავდა ანუ დღეს ახალ ჩასახულ ადამიანს სტატუსი არ აქვს და სიცოცხლის უფლება არის მთავარი უფლება კაცობრიობა თუ კი რამე უფლება მოიპოვა ადამიანის კაცობრიობამ და მრავალი სისხლი დაღვარა ამისთვის კაცობრიობამ და მრავალი იშრომა რომ სიცოცხლის უფლება მოეპოვებინა რომ ადამიანს ქონოდა არჩევანის უფლება ადამიანს ქონოდა თავისი რაღაცა ქონების უფლება ქონოდა დაცული ყოფილიყო მისი ხო ეს არის დემოკრატიული ესე ვთქვათ ფასეულობები ხო და რას ვხედავ ჩვენ აი ამის ფონზე ყველაფრის უფლებები აი ნახე იქ კატა ვიღაცამ რო ზედმეტად გააწვალოს და ფული გადაუყოს დაიჭერენ უფლებებზე არის ლაპარაკი კატა ადამიანი ყველაზე დაუცველი როდესაც არის დედის წიაღში იქ ხდება ხელყოფა მისი და რა ხდება კაცო ჩეხავენ ადამიანს კაცო ანაწევრებენ ეგრო ნახო ესე იგი ეს ხო საშინელებაა და ეს ხო ხდება კაცო საქართველოში და რამდენი იაკობ გოგებაშვილი რამდენი ილია ჭავჭავაძე რამდენი გალაქტიონ ტაბიძე და რამდენი ფიროსმანი ესე მოვკალით და არ დაუბადეთ ვინიცის და ეს ლენინის კანონია ეს ლენინი რო შემოიჭრა საქართველოში ამის ხო საქართველოში არ იყო ამის საშინელება და აი რას ვამბობ ვიცი პატრიარქის დროს აიგზალა ეგ და ჩვენმა პატრიარქმა კიდე რა გააკეთა სიკვდილი დასჯა იყო მაშინ როცა ჩვენი პატრიარქი მოვიდა ერთი პერიოდი და აკრძალა აქ თქვა ჩემთან მეუფრებს სხვათა შორის სტუმრად რომ ყავდა რომ ეს არის მისი დამსახა პატიმრებს აუცილებლად აქედან მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით არ გეგმოთ რომ დამავიწყდეთ მაგრამ ნახეთ იცოდეთ რომ ვინც აი სამუდამო ვისაც გაქვთ რაღაცა პატრიარქის დამსახურებაა რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა ეს გაუქმებიან მე უკვე ნიკოლოზი მყავდა აქ და მან თქვა რა ჩამოთვალა მთელი ისინი და აი ეს უბრალოდ მე ეს ხდება ეს აბორტები და რაღაცა სამწუხაროდ ჩვენ და მაინც რაღაცა კულუარულად ხდება ხოლმე და არალეგალურად და კულუარულად ხდება ნარკოტიკის ამოღება რა ვიცი წელს რო გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი ახალი ადამიანი ვინც არის მე არ ვიცი მაგის გვარიც არ მახსოვს იმ ადამიანის მოსვლის მერე მას რო უყურებ რა ქვია ბრძოლა ძალიან კარგი ესე იგი რო უყურებ პირაბირ ეთერს ყოველ ჯერზე ამ ნარკობარონებს რო იჭერენ ლოცავ ამ ადამიანს გაგიმარჯოს ღმერთმა ოჯახი დაგილოცოს რო ესე იგი მოიცა არ უნდა იყოს ბრძოლა იატაკქვეშეთში წავა აბა უნდა იყოს მე ბრძოლა კაცო აბა ყოველთვის ლეგალიზებასაც ვაგზავნო ძალიან კარგი იქნება არა იცით და დიახ აი ნახეთ მე რას ვამბობ რომ აი ტყვეთას ყიდვა ჩვენ როცა ესე წუხარებით როცა ვამბობთ რომ იყო საქართველოში ხალხო ის ხალხი ყიდდა მაინც თავიანთ შვილს ჩვენ რას ვაკეთებთ რა ჩვენ ხოცავთ გესმით რომ ჩვენ ზნეობრივად მაგაზე მაღლა კი არ ვდგავართ სამწუხარო რა განსხვავება ძალიან დიდია კაცო ისინი სიცოცხლეს ვიღაცას ბავშვი იჭერდა ვიღაცა ყაჩაღი და ყიდდა იმას აქ ყაჩაღობა იყო რა აი იმის დროს რო იყო 90-იან წლებში რო იყო ისეთი ამბები და გიორგი რა მინდა ვთქვა მაშინ ეკლესიას მოუწია ძალიან აი როგორც ორლესული מחვილი ისეთი კანონების მიღება მე რატო ახსენე მე ჩვენი მოსალტრეშიო რომ მე თხოვნა მაქვს აი როგორც რიგითი ადამიანს ჩვენი სინოდის წევრებისადმი
რუის ურბნისის კრება ამაზე უნდა მოეწყოს. ამას ჩვენ არასოდეს არ მივატოვებთ ქართველები. წყევლა კრულვა უნდა დადგინდეს. აი ამ ცოდვის ჩადენაზე. ეს სანამ არ ითქმევა. ამას ქართველი გადაეჩვევა ამას როდისმე ამ უბედურებას თავის ექიმიანად, თავის მშობლიანად ყველა უნდა გადაეცეს ანათემას, ვინც ამას გააკეთებს. სანამ ეს არ მოხდება, გიორგი, ამ ცოდვას ჩვენ ქართველები არ მივატოვებთ რა. ჩვენ თუ ესე იგი რაღაც მეხი არ გავარდა და მიწა არ გვეძრა და რაღაც საშინელება არ დაგვემართა, ხო? იქამდე კი არ გულისმაყობთ, რომ საშინელება ხალხო, საშინელება ჩავდივარ და აქ იმას ვამბობ, რომ მირონცხებულის არსებობის შემთხვევაში მე არც კი წარმოვიდგენია მირონცხებული იყოს და ქვეყანაში კვლელობა ტარდებოდეს. არ შეიძლება ადამიანის სხეულის დანაწევრება, მადლობა ღმერთს, არსებობს საკეისრო კვეთა, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის აჩეხვა არ შეიძლება. ადამიანის სხეულის დანაწევრება არ შეიძლება. ის ან უნდა ის უნდა ან ამშობიარო, ან დიახან ბატონო გიორგი, როგორც არის დროული კვეთა უნდა მოხდეს და ისიც სამთავრობო პოლონეთში როგორ არის ახლა? მე დავდივარ პოლონეთის კანონები. ევროკავშირის ქვეყანა. უცხოეთში ყოფეს მოვიკითხავ და სხვათაშორის პოლონეთში მამაო მოღვაწეობს თან იქ და აუცილებლად დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ იქაურ ქართველებს და მამაოს უყვარხარ ძალიან მაგრა რა და უცხოეთში ყოფ ქართველებს ყველას მოვიკითხავ ბარში ვიყავ იტალიაში და გამოვიარი და ქალბატონმა გამაჩერა რა და ეხა უყურებდიო არ დაიჯერებო თქვენ ეთერსო რა და მე და თქვენ რომ კამათობთ მაგრამ ეხა გეცემ ყველაფერს რომ იმაზე რომ კამათობთ რომ შენისაო რა ქვია თქვენ მეუნებით არ უნდა წავიდეს ქართველი მე გეუბნებით აბარაქნას და ნუ გეცემთ ყველაფერს და ეხა არ დაიჯერებო და გამიხსნა YouTube-ი და აიო ნახე უყურებდიო და ისე იმას ვიქნა მოგიკითხე სხვათა შორის მამაო თქვენ გეთახმება ძალიან ბევრი ემიგრანტი უბრალოდ სხვა გზა არ აქვს და მაგიტომ რაღაცები და დაუბრუნდეთ აუცილებლად დაუბრუნდეთ უნდა დაუბრუნდეთ სამშობლოში, იმიტომ რომ სამშობლო ყველას გველოდება და მე ესე მგონია გიორგი რომ ის შრომითი გამოცდილება, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც მათ მიიღეს ძალიან საინტერესო შრომითი გამოცდილება და თან მართლმადიდებლობა იქადაგეს იმ ქვეყნებში, სადაც იყვნენ ქართველები, მათ განავრცეს ეს მართლმადიდებლობა, კულტურა ქართული გაიტანეს. ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი და თან იქაური დადებითი, რაც არის კარგი მოგვიტანეს ჩვენს ძალიან ბევრი კარგია რა თქმა უნდა ხეს რომ აგერ ორნაბიჩი რო ხე არის და ხეს რომ მოჭრიან და კორპუსს ააშენებენ ამდენი კორპუსი როგორ შეიძლება კაცო სასუნთქე ხომ უნდა დატოვო პოლონეთში ყოველ 2-3 კილომეტრში პარკია ისეთი პარკები აქვს და დაიკარგები ეს ხუმრობით კი არ ვიცი დედაქალაქში ვარშავაში ჩვენ აღარ არსებობს ხო და არა მეტი არის მეტი პარკებია საჭირო ესე იგი მეტი პარკებია საჭირო და გასატანია ეს შენობები ეს პროცესი დაიწყება ალბათ როდისმე შენობების დანგრევები დაიწყება და რაღაცა სხვა ქალაქი უნდა განვითარდეს ყველა მიმართულებით და გაიწიოს ქალაქი რა თქმა უნდა და კომუნისტებს რაც კარგი ქონდათ მიკრორაიონებს არსებდნენ გენგები არსებობდა დიახ და ის რას ვამბობ რომ ეს დიახ და აი ეს აბორტების თემა მაინც რომ აი მოდი შემდეგში აუცილებლად კიდევ ვისაუბროთ და ჩვენ მამა გაბრიელის აი სიტყვა და მისი ესე ვთქვათ მიმართება ქართველისადმი იყო რის რომ მამა გაბრიელი ამბობდა რომ აი ეს თვითონ იყო ჯვრის მზიდველი და აი როგორც ღვინოს სიცივე თუ არ მოხდა იმ მიკრობებს რომელიც მავნე მიკრობებია არ ცილდება და როგორც აი ვირუსები არ კვდება ყინვის გარეშე და შორდება ხო სამყაროს აი ესევე ადამიანს ჩვენ გვჭირდება ის მცირე განსასწრებელი რომ ვნებები და არაადამიანურობა რომელიც ჩვენში არის ეს ჩაცხრეს და ღვთით ბოძებული განსასწრებით მოგშორდეს და ჩვენი მიმართება ღვთისაკენ აიწიოს რომ იმ ჯვრის ზიდვას აღდგომა მოყვება და სიხარული და ბედნიერება რთულია მაგრამ ჯვარს უნდა ეცვა ჯვარი უნდა ზიდო ტკივილი აი როცა მოდის ხოლმე მე რო ვამბობ ახლა მე თვითონ ვცდილობ რომ გვერდი აუარო განსასწრებს აუ მამო რა კარგად საუბრობდა დრო რო აღარ ეს იწურება დრო ხო და მე თვითონ ვცდილობ რომ აუარო მაგრამ
დღეს ცოტა უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ ეკლესიაში ვარ და ეკლესია მაძლიერებს და მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა ღმერთს რომ ყავს პატრიარქი, არის ეკლესია და აი ამ წყაროს დავეწაპოთ და ესე იგი ვიქნებით ბედნიერები ამ ქვეყნა და მარადიულობაში. თან ყველაზე ცუდი რა არის, იცით რომ აი ზუსტად დღევანდელი მდგომარეობა რაღაცა შეიძლება ვიღაცა რაღაცა გტკიოდა, შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს, გეხვეწებით, ეს გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ყოფილა ადრე შემთხვევები, რომ პრეტენზიას გამოთქვამდნენ და დღეს ის ზუსტად ის მდგომარეობა ენატრება და აუცილებლად იცოდეთ რა, ბედნიერებას გისურვებთ ყველას. ყველა ემიგრანტს პატიმრებს განსაკუთრებით და მეუფე გეხვეწებით სერაფიმე მოიხსენიეთ აუცილებლად მიტროპოლიტის საყვარლესი მეუფე მრავალჟამიერ დარწმუნებული ვარ მასთან ერთად პატრიარქის წინამძღოლობით სოხუმში ვწირავდეთ იქნება აი მეუფე მაპატიეთ ერთ სიტყვი რომ ბორჯომში სანამ ჩავიდოდა არაფერი ისეთი ახდება დღეს აი ექსკურსები და ისინი ეწყვა მეუფემ აი მართლა ააყვავა იქაურობა რელიგიის მხრივ რა თქმა უნდა და ბედნიერი არის ის ადამიანი ვინც იცის ესეთი უბრალო ადამიანი და ვინც პატივს მას რა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს და ხარივით კაცია აბა უსაყვარლესი მართლა შეწირული ჩვენზე და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს სხვათა შორის მისი სიმდაბლის გამო ბევრი ზარალი მიადგა მაგრამ სამაგეროდ ღვთის წინაშე იქნება ძალიან გამართლებული ყოველთვის რა ეგრე არის საერთოდ ხო იცით უბრალო ადამიანს ყოველთვის ესე ერჩის ბოროტი და ბოროტი ხალხი და სამწუხაროდ ჩვენ და ეგრე არის და აბა ბრალიანს ერჩოდეს მაგრამ ამ ქვეყნად ხო იცით სამწუხაროდ უბრალო ადამიანი იჩაგრება ამ ქვეყნად ოღონდ ღვთის წინაშე არა დაგიბრუნდებით ხვალ საღამოს მამა გიორგი თეოდორაშვილთან ერთად მამა დავით კონჯარია გახდა ჩვენი სტუმარი ძალიან სასარგებლო და კაი საუბრი დიდი მადლობა მამა ყველაფრისათვის ლაი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე კაი ეთერი გამოვიდა და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და რო ხართ ბედნიერებას გისურვებთ თქვენ მრევლ თელი გულით მოვიკითხავ კარგად ზანდებოდეთ დროებით დიდი მადლობა